მოდი მაშინ გავაგრძელოთ ესე, ხილულობა და დანახულობა. მე აჰა. მგონი კარგად ემის კი, რა ძალიან, თემას, რაზეც ახლა ძალიან. საუბრობდი. მოვიყვანო კიდევ ერთი მაგალითი კი ჩემი. ბატონო, მგონია რომ აუცილებლად. ძალიან ზუსტი იქნება ამ აუცილებლად. შემთხვევაში. მაგალითად, როდესაც მე დავიწყე ტელევიზიაში მუშაობა, ну, პრინციპში ესეთი ახალი ვიყავი სატელევიზიო სივრცისთვის და ყველაფერს ვაკეთებდი, რომ ყოფილიყავი დამაჯერებელი, რაღაცა ძალიან კარგად წარემართა გადაცემა, იმიტომ რომ საინფორმაციო მიმყავდა თავიდან და ტელეკომპანია მზეში ხდებოდა ეს ყველაფერი, ამასაც ვიტყვი და მოკლედ ძალიან ვცდილობდი, რომ ესეთი კარგ ჟურნალისტად ჩამოყალიბებულიყავი, ну ხან გამომდიოდა, ხან ვერ გამომდიოდა ალბათ, მაგრამ იყო ისეთი მძიმე ეთერები, ნონ-სტოპს ვეძახით ხოლმე, ესე უწყვეტი ეთერი, სადაც აი მაქსიმალურ რესურსს ვდებდი და ბევრი დამე მთხოვა ასეთი, მაქსიმალურ რესურსს ვდებდი ხოლმე, რომ ძალიან საინტერესო, კარგად წაყვანილი გადაცემა ყოფილიყო, ძალიან დინამიური, ჩემ შემთხვევაში ძალიან დამაჯერებელი, ისეთი ძალიან სწორი და ზუსტი კითხვებით სტუმრებთან და ასე შემდეგ. რთული პერიოდი იყო მაშინაც პოლიტიკურად და ძალიან ხშირად ეთერიდან რომ გამოვდიოდი, ადამიანები, რომლებიც ხვდებოდნენ ამ დაღლილზე, ესე ვთქვათ და რაღაცა თან ცოტა ნასიამოვნებზე, რომ რა კაი გადაცემა გამოვიდა და რა კარგად შევძელი წაყვანა თუ ასე შემდეგ, რომლებიც მეუბნებოდნენ, რომ აუ რა ლამაზი იყავი და იქვე ინგრეოდა მთელი ჩემი სამყარო, იმიტომ რომ ავიკიდე ძალიან დიდი კომპლექსი, რომ მე როგორც ჟურნალისტს არ მაღიარებენ. ანუ როგორც ესე ვთქვათ ჩამოყალიბებულ სერიოზულ ფიგურას სატელევიზიო სივრცეში არ მიღებენ. ეს ახლა გავაცნობია რა სხვა შორის ცოტა ხნის წინ და ესე გაცნობიერებული არ მქონდა, მაგრამ აი ეს ფრაზა რომ რა ლამაზი იყავი ძალიან დამრჩა, იმიტომ რომ საერთოდ არ მჭირდებოდა არც ლამაზი არაფერი, იმიტომ რომ სულ სხვა რამეზე იყო საუბარი, ეს იყო კი. პოლიტიკური გადაცემების საინფორმაციო და ასე შემდეგ და ცეცხლი ენდო იქ ყველაფერი და მე უცებ რაღაცა, ხო? სავარაუდოდ ის ადამიანი ცუც კი არ მეუბნებოდა, ანუ თავისი გადმოსახედიდან შეიძლება ფიქრობდა კიდევაც, უი რა კაი გადაცემა იყო, მაგრამ თან უი რა ლამაზი იყავი თუ ასე შემდეგ, ხო? აი მგონია რომ ეგ არის დანახულობა და ხილულობა. არა? კი, ნამდვილად ეგ არის, ოფო. ანუ ამ შემთხვევაში დანახული ვიყავი თუ ხილული ვიყავი, რომელი ვიყავი ამ შემთხვევაში? იცი რა, დანახული ნამდვილად არ იყავი. მმ. იმიტომ ხილული რომ ვიყავი უბრალოდ. ხო, უბრალოდ ხილული ყავ, უჩინ-მაჩინი არ იყავი რა, ანუ ჩანდი რაღაცა ფონზე ჩანდი მისთვის და სულ ეს იყო, ხო? აა ამის შვენიერი მაგალითი მოიყვანე და ამის ანალოგ მაგალითს მოგიყვან. ერთი მაგალითი არ არის ოღონდ, ხო? Mhm. ძალიან ცნობილი ტრენდია. აღარ უყურებ ხოლმე, არც თავს არ ვიკლავდი დიდად მანამდე, მაგრამ ეხლა აი საშინელი პროტესტი მაქვს, როდესაც ეგრეთ წოდებულ შემდგარ ქალებთან ინტერვიუ აქვს ხოლმე. იმიტომ რომ აუცილებლად ჟურნალისტს წაცდება ხოლმე, რომელი ჟურნალისტიც არ უნდა იყოს და რაღაცა ეტაპზე, აი მაღალ ტექნოლოგიებზე ელაპარაკებოდი და რა ვიცი, SpaceX-ზე ელაპარაკებოდი, ან რაღაც ახალ პროდუქტზე, რომელიც ამ ქალმა გამოიგონა, ხო? კითხვას უსვას, სახში საჭმელს ვინ აკეთებს? Okay? ანუ ასწრებს სახში საჭმლის გაკეთებას, ან დავუშვათ ოჯახის ქალობასაც ასწრებ. ოჯახის ქალობაში თავისთავად ბჭყალებში რასაც ეძახიან, ანუ ის რომ უნდა იკვებო და ასე თქვა, შენი საკვები უნდა გაიკეთო, ან დავუშვათ შენი ჰიგიენა შენ თვითონ უნდა მოაწესრიგო, ან შენი ბავშვების, ამაში ცუდი თავისთავად არაფერი არ არის, ხო? ეს არის ადამიანური ყოფის ნაწილი. მაგრამ ეს ის კითხვა არ არის, რომელსაც რომელიმე კაც ვინმე დაუსვავს. Okay? უადგილო და უაზრო კითხვაა. და რატო? იმიტომ რომ შენს პიროვნულობას, როგორც ადამიანის პიროვნულობას, როგორც ცნობიერებას, როგორც პროფესიონალს, როგორც გამომგონებელს, როგორც რაღაცის შემქმნელს ახურდავებს და დაყავს, ასე ვთქვათ, შინამოსამსახურეზე ფაქტიურად, რომელსაც ეგ ყველაფერი კაი ჩემო კარგო, რომ ესეთი ჭვიანი ხარ და რაღაცებს კარგად ლაპარაკობ და რაღაცები გაგიგია და წაგიკითხავს. კი, გენიალური, ძალიან კარგი, მაგრამ მოდი ერთი მითხარი, ერთი სახში საჭმელს თუ აკეთებ, ან შენ თავარ მოვალეობას უმკლავდები თუ არა, ხო? ამის შედეგად რა შეიძლება ქალმა იგრძნოს? ქალებს უკეთებენ ამას ყველაზე ხშირად. კი არა და ქალებს უკეთებენ ამას. დახურდავება უფრო სოციალურ როლებად ქალების მოსულა. ანუ მათი პიროვნების და მათი ავერახქმა როგორც ცნობიერი არსებების
ქალებს მათ ძალიან ხშირად ხდება და მე თუ მკითხავ ეს არის ჩაგურის ყველაზე მძიმე ფორმა. ყველაზე მძიმე, აი, არ ვიცი, ფიზიკური ჩაგვრიდან დაწყებული ფსიქოლოგიური ნებისმიერი ფორმა მომიტანე, ყველაზე მძიმე ჩაგურის ფორმა არის ქალის დეჰუმანიზაცია. ანუ მას ადამიანის ცნობიერის უზარმაზარი კოსმოსის განზომილებას ჩამოართმევენ და ის იქნება ან რაღაცა ლამაზი და ისეთი, რა ქვია, კოხტა პატარა გოგო, ტაში ეს ერთი და მეორე შეიძლება იყოს უბრალოდ კაი ოჯახი, აი კაი მოსის არა, ხაჭაპურს რო კარგად დაგიცხობს და კიდე ყველაფერი რო გახეხილია და პრიალებს სახში. ხვდები? აი ესე ჩამოლაბორანტობა. ჩვენს წინაპრებში იყო რომ კოჭები უნდა ქონოდა წვრილი წელი რაღაცა მთელი ჩამონათვალი კი. იყო ქალის როგორ აფასებდნენ მის ნუ კი, აი ჩვენ გალობას, აი ხო? ცხენს როგორც აი, დავშალდა და ზუსტად. ძროხას როგორც კი. შეაფასებ, აი კი. ზუსტად ეგეთი შემფასებული ნაწილი. იწვევს თუ არა ეს მარტოობის განცდას. თან ხშირად ქალებში ეს იწვევს ბრას, ხანდახან თვითონაც გაუღიმებენ ხოლმე. კი, როგორ არა სახში ხაშლამასაც გადასარევად ვაკეთებ, მარტო არ გეგონო რომ მარტო სამსახურში ვარგი ვარ, ხო? რომელიც ასევე ის არის რა ცოტა ამაზრზენია მოსაფიქრებ, ასე თქვათ, როდესაც დაუფიქრდები ამ ყველაფერს. და ზოგში არის უბრალოდ, ნუ, ისეთი რაღაცა აღარ აპასუხობენ ამაზე, ან ძალიან დათრგუნულები გამოდიან იქიდან, რომ რა ვიცი, ვერაფერი ვერ გავაკეთე ისეთი, რომ ბოლოს და ბოლოს ისე შემოეხედათ ჩემთვის, რასაც ვაკეთებდი, ხო? ყოველთვის რაღაცა დავყავარ რაღაცა კატეგორიამდე, რომელიც საერთოდ ღირებული არ არის ჩემთვის, ხო? ანუ დაკნინება და დამცირება და შემცირება ადამიანის ზუსტად ეგ არის. ეს იწვევს საოცარი მარტოსულობის განცდას და რატო მარტოსულობას? იმიტომ, რომ ადამიანი ხვდება, რომ იმ სოციუმში, იმ საზოგადოებაში, თუნდაც იმ ოჯახში, თუნდაც იმ სამეგობროში, იმ ჯგუფში, რომელსაც ის წარმოადგენს, ის ვერასოდეს ვერ იქნება დანახული იმ დიდი შინაარსის მიხედვით, რა შინაარსიც მას გააჩნია. ანუ მას ვერ დაინახავენ. იმიტომ რომ ის არის ამოუწურავი კოსმოსი და მას როგორც კოსმოსს და როგორც ცნობიერებას არავინ არ შეხედავს, მას ყოველთვის შეხედავენ, ასე ვთქვათ, მოსამსახურის ან რამე კონკრეტული ჭანჭიკის როლში, რამდენად კარგად ვარგა. მის მიღმა მას არ შეაფასებენ. აქედან გამომდინარე, ეს არის საოცარი მარტოსულობის განცდა. ამ ადამიანმა ეხლა შეიძლება დაგასწარი რა კითხვაც რო კი ბატონო, ამას რო განიცდი, რა უნდა გააკეთო. პირველ რიგში უნდა გააკეთო შემდეგი, მე თუ მკითხავ, საკუთარ თავს უნდა კარგად გაეცნო და საკუთარ თავში, აი, შენი მოცემულობა, როგორც განუმეორებელი, უღირებულესი მოცემულობა დედამიწაზე, ახალი ცნობიერების, აი ესე უბრალოდ განსხვავებული ყველასგან ცნობიერების, ეს მოცემულობა შენ თვითონ ძალიან კარგად უნდა დაინახო. ეს უნდა აღიარო, რომ შენ ხარ ეგზისტენციალური, ტრანსცენდენტული, მისტიკური, ფიზიკური, ასე ვთქვათ, ფიზიკურს მიღმა, ყველანაირი მოცემულობით შენ ხარ განსაკუთრებული არსება, შენ არ მეორდები და შენ ხარ საკმარისი, არაფერი არ გაკლია აბსოლუტურად და შენ ხარ, ასე ვთქვათ, პიროვნება და შენ ხარ ცნობიერება. აი ეს თუ დაინახე შენ თვითონ და ეს რთული დასანახია პატრიარქალურ ქვეყნებში და ტოტალიტარულ ქვეყნებში ძალიან, იმიტომ რომ არავინ ხელს არ გიწყობს პირიქით. ყოველთვის საწინააღმდეგოს გიჩვენებენ. საუბრობ ახლა ამ შემთხვევაში, მაგრამ კი. გარწმუნებული ვარ მამაკაცებსაც იგივე პრობლემა აქვს. კი, ოდნავ სხვანაირად. ოდნავ სხვანაირად. და მაგას ვისაუბროთ ერთხელ, ხო? შენ უნდა პირველ რიგში შენ თვითონ აღიარო და დაინახო ეს. აი, როდესაც შენ გაგიჯდება და ამას კარგად მიხვდები და აი ამ ხაზს კარგად განავითარებ, მერე უნდა ადგე და შენნაირი ადამიანები იპოვო. რეალურად თამარა, ანუ შინაგან ხმაზეა საუბარი. შენ უნდა იპოვე შენი შინაგანი ხმა და უნდა რაღაცნაირად იპოვე ის ენა, რომელიც შენ თავს ელაპარაკება, ხო? შენვე შენ თავს ელაპარაკები ამენით. ამისთვის როც უნდა გამონახო და ყველაფერი, თუმცა აუცილებელია, რომ რაღაცა რესურსი, რაღაცა დრო დაუთმოთ ყველამ ჩვენ თავს იმისთვის, რომ ეს შინაგანი ხმა რაღაცნაირად გავაღვიძოთ, მაგრამ ამ შემთხვევაში შეიძლება გვყავდეს დაუშვათ მოწმე, ანუ ერთი ხმა, რომელმაც შეიძლება გააღვიძოს ჩემში შინაგანი მე. მოწმეზე ამბობ შიგნით, შიდა მოწმე თუ გარეთ მოწმე? გარე მოწმე. კი, შედას და გარეთ, რა კი, თუმცა აი, წინვალ რაღაც ახსენე, რატო იცი? საკმარისია ადამიანის ცხოვრებაში, რომელიც აი სრულიად იმედგადაწურულია, რომ საერთოდ თავის თავს ვინმეს დაანახებს, ან თვითონ მაინც დაინახავს ბოლომდე თავის თავს, ხო? და მარტოობაში გადავარდნილი ამის გამო. საკმარისია, რომ ერთი კინკილა ადამიანი გამოჩნდეს. და ცოტა ხნით მაინც ყური დაუგდოს და გახდეს მოწმე მისი მდიდარი სამყაროს არსებობის, მდიდარი შინაგანი სამყაროს არსებობის
ამ ადამიანს ეძლევა უზარმაზარი შესაძლებლობა რომ გადავიდეს სხვა ეტაპზე თავისი განვითარების და პირიქით თვითგანვითარების და ასე ვთქვათ გაფურჩქვნის და საკუთარი თავის რაღაცაი ყველა შრეზე გადაყვანის და ყველა შრეში შემდგარობის ეპოქა დაუდგას ამ ადამიანს. ერთი ადამიანის კი საკმარისია ძალიან მოკლე დროის განმავლობაში. შენ წარმოიდგინე, თუ კი ესეთი ადამიანი შენ გყავს არა მოკლე დროით, არამედ შენ გყავს ხანგრძლივი დროით საკმაოდ და ეს არის შენი სულის მეგობარი, ძალიან ახლობელი ადამიანი, რომელშიც ამ ურთიერთობებში ერთმანეთს ფაქტიურად აირეკლავთ. პინოქიოში ჯიმინია, რომელიც ცინდისია. პინოქიოსი და ჩვენ ნოვიპოვეთ რაღაცა სხვა ჯიმინივით, რომელსაც სხვა სახელი ერქმევა. თამარა, უკვე ფინალისკენ უნდა წავიდეთ და მოდი ყოველთვის საუბრობთ ხოლმე გამოსავალზე ბოლოში, ხო რა, გამოსავალი არსებობს. ჯერ მათ ჩვენს მაყურებელს ძალიან მინდა ვთხოვო, რომ გამოყვეს შინაარსი YouTube გვერდზე, ან Artaria Education-ის გვერდზე სოციალურ მედიაში დაგვიმეგობრდეს და იქ იდება ყველა ჩვენი პოდკასტი, ყველა ამუნარიდი პოდკასტიდან და ძალიან საინტერესო თემაზე ვქონდა წინა 3 ამუნარიდში ჩვენ საუბარი, რომელიც არის ADHD ადამიანი, ჩემი ADHD ცხოვრება და კარგი იქნება თუ ამ პოდკასტს ნახავთ, ძალიან ბევრ ამაში დაგეხმარებათ. და მეორე, გვინდა რომ დაგვისვათ ძალიან ბევრი კითხვა. ის რასაც ვერ გაიგებთ, ან დაზუსტება მოგინდებათ, ან რაღაცა გამოსავლის ძიებაზე დაიწყებთ ფიქრს და ასე შემდეგ, ყველგან აბსოლუტურად შეგიძლიათ რომ თქვენ კითხვა დასვათ და ჩვენ გვექნება ასეთი ფორმატი კითხვების შემთხვევაში, რომ თამბუნა პატარა ვიდეო ბლოგს გააკეთებს ხოლმე და ყველა ამ კითხვაზე მას ექნება პასუხი. გავიდეთ უკვე ფინალში და ვისაუბროთ აი პატარა ნაბიჯებზე, რომელმაც შეიძლება ჩვენ მარტოობის გრძნობიდან რაღაცნაირად გვიხსნას. ალბათ ეს ერთიანად ვერ მოხდება, ანუ უნდა დავიწყოთ მცირედით და პატარ-პატარა ნაბიჯებით ვიაროთ. შეგვიძლია რაღაცა გზა რეცეპტი ალბათ არ იქნება ამისი, მაგრამ პატარა რჩევა რომ მოვწერ. კი ბატონო. პირველი რაც თავში მომდის სოფო რაც არ უნდა გათელილი ცნება იყოს და მრავალნაირად დამუშავებული და მრავალნაირად წარმოდგენილი თანამედროვე სამყაროში. ერთ-ერთი უებარი წამალი ფაქტურად ელექსირი იმისთვის, რომ შენ თავთან კავშირი აღადგინო, ხელახლა გააბა, გააღრმავო და უფრო დიდი შინაარსით, ასე ვთქვათ, გაიცნო და ეახლო იმას, რასაც შენი თავი წარმოადგენს. არის mindfulness. Mindfulness-ში აღარ ჩავალ აღარ ადამიანებს, იმიტომ რომ იმას იზავენ, რა ქვია, მოძებნით, ვინც არის, შეგიძლიათ რომ ასე ვთქვათ, პატარა ფრაზითაც მიხვდეთ, რაზე არის ლაპარაკი. Mindfulness არის გააზრებული ურთიერთობა, გააზრებული ყოფა საკუთარ თავთან. Okay? დღეში არ არის აუცილებელი რომ იყოს წუთების განმავლობაში გრძელდებოდეს. 30 წამით მაინც თუ ადამიანს შეუძლია რომ გაჩუმდეს, ყველა ინსტრუმენტი გამორთოს, დაჯდეს თავისთვის, ან იდგეს, თვალები დახუჭოს და უბრალოდ ისუნთქოს. მეტი არაფერი არ გააკეთოს. გონებაში ამ დროს შეიძლება ქარიშხალი უტრიალდებოდეს, მაგრამ ნელ-ნელა ეს ქარიშხალი გაიწოვება და გავა, ისუნთქოს და დააკვირდეს. რა არის ის შეგრძნება, რომელიც მოვიდა ახლა მასში? ყველა ხელი არ დაიდა შეგულზე, იმიტომ რომ მე როგორც ვიცი და შემასწავლე ეს ყველაფერი და რამდენიმე ჩემმა მეგობარმა მითხრა 2-ებს იძახი თუ ასე შემდეგ მე გააკეთა და მასაც უშველა ხელი და დავიდოთ გულზე. ხო ესეა. კი, როსაკუთარი თავი შევიგრძნოთ და ისო და ვისუნთქოთ. კი, გულისცემის შეგრძნება ძალიან და მაყურებელს აი მინდა გაუზიარო, რომ საკუთარი თავის შეცნობა შეიძლება დავიწყოთ ეს არის შეგრძნება. ანუ შენ როგორც ამიხსენი მაშინ რომ პირველ ჯერზე შეიძლება ვერაფერი ვერ იგრძნო, მეორე ჯერზე ვერ იგრძნო და მე რეიწყებ თელ რიგ აღმოჩენებს აი ამ ხელით და სუნთქვით. ასე რომ მინდოდა ესეც გამეზიარებია მაყურებლისთვის. ხო ვარ გადასარევი მოსავლე შენი. შენ ხარ გადასარევი ჟურნალისტი. კი, ეს ამნიშნულოვანია. ძალიან ის არის, რა ქვია, რთულია ჟურნალიზმი.
ძალიან რთული. აი, ერთ-ერთი ყველაზე რთული პროფესია, მას შემდეგ რაც ცოტა ახლოდან მივედი და დავინახე პროფესიათა შორის. კი, ნამდვილად ასე. მმ. გავაგრძელოთ საუბარი, შეგაწყვეტინე მე მგონი და შენ ერთ-ერთი მაგალითი გაქვს, მაგალითად კი ბოლოში გავედით, მაგრამ არ მინდა ასე რომ დავამთავროთ ეს ყველაფერი. მე მართალია მეგონა რომ ელიფ შაფაქის რომანზე საუბრობდი სიყვარულის 40 წესი, მაგრამ არა. მაგრამ რუმისა და შამსის ისტორია, აჰა. რომელიც ამ სიყვარულის 40 წესშიც არის, ესე ვთქვათ, ჩაქსოვილი და მთელი დრამატურგიაც ამაზე არის აგებული. შენ რეალობიდან და რეალური ცხოვრებიდან, ესე ვთქვათ, ბიოგრაფიული, ესე ვთქვათ, ფაქტი გინდოდა რომ მოგეყვანა ჩვენთვის, ხო? და მინდა რომ ესეც თქვა და არ მინდა რომ ისე დავამთავროთ ეს გადაცემა, რომ აი სწორედ ეს ეპიზოდი არ იყოს ნახსენები ჩვენს გადაცემაში. კი ბატონო. აა შამსის და რუმის ურთიერთობა, რომელიც შემდეგ რუმის პოეზიაში აისახა შამსის ლექსების სახით, არის ერთ-ერთი ყველაზე აკურატული და სიღრმით აღწერილი ურთიერთობა ადამიანებს შორის სულიერი მეგობრობის. რუმი და შამსი ერთმანეთს გადაეყარნენ, როდესაც ორივე შემდგარი ადამიანი იყო. რუმი უკვე შემდგარი იურისტი და ასევე ფილოსოფოსი იყო და შამსი იყო მართალია მოხეტიალე, იმიტომ რომ ცოტა ასე ვთქვათ არაორდინალური ცხოვრება ჰქონდა, არ იყო ლოკალურად სადმე დასახლებული, მაგრამ იყო ძალიან განსწავლული. ეს ორი ადამიანი, როდესაც შეხვდა ერთმანეთს, ისინი დასხდნენ და რამდენიმე ფილოსოფიურ, რელიგიურ თემაზე, რამდენიმე ასე ვთქვათ საუბარი ჰქონდათ. და მათ აღმოაჩინეს, რომ უსიტყვოდ ესმით ერთმანეთის. მათ აღმოაჩინეს, რომ როდესაც ერთი საუბრობს, მეორე თავისუფლად სუნთქავს. და პირიქით. და ისინი გახდნენ სულიერი მეგობრები. არსებობს ესეთი სიტყვა, ჰამდამი, ცნება არის ესეთი, თუ არ ვცდები, ფარსი ენაზე არის, რაც ნიშნავს ერთი ჰაერით სუნთქვის მქონე ადამიანებს, ანუ ორი ადამიანს, რომელიც ერთი ჰაერით სუნთქავს. და აი ზუსტად ამ ტიპის მეგობრობა გააჩაღეს. მათი მეგობრობა ურთიერთშემეცნება იყო პირველ რიგში, ეს იყო სულიერი ძიებები, რომლებსაც ისინი საკუთარ თავში და ერთმანეთში ახორციელებდნენ, იზრდებოდნენ სულიერად და რა თქმა უნდა ეს იყო მათი მხრიდან ღმერთის ძიება და ჭეშმარიტების ძიება. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი და ყველაზე დამაჯილდოვებელი მაგალითი იმისა, თუ რას ნიშნავს, როდესაც შენი სულის მეორე ნახევარს, რომელიც შეიძლება წინა ცხოვრებაში დაგეკარგა, აღმოაჩენ და გამთლიანდები. სამწუხაროდ ეს ისტორია ტრაგიკულად დამთავრდა, იმიტომ რომ შამსი სავარაუდოდ მოკლეს. ისტორიულ წყაროები არ ამბობენ მოკლეს თუ არა, მაგრამ გაქრა ერთ დღეს რუმის ცხოვრებიდან. და ერთ-ერთი ავტორი, ამერიკელი ავტორია, ეხა დამავიწყებინარი, მაგრამ კომენტარებში დავწერა აუცილებლად, ამბობს ესეთ რამეს, რომ როდესაც შამსი გაქრა რუმის ცხოვრებიდან, რუმი მწუხარებისგან გავიდა ბაღში და დაიწყო წრეზე სიარული. იმიტომ რომ იყო გადასული გონებიდან იმ მწუხარებით, რაც მისი სულის ნაწილის დაკარგვამ მოიტანა. და ამბობენ, რომ ზუსტად აი ეს ბზრიალი, რომელიც ახლა დერვიშების ბზრიალს, რასაც ვეძახით, წრიული ბზრიალი, ხო? ზუსტად ასე ვთქვათ, მისი მწუხარების ლოცვა იყო, რომელიც შემდეგ აი ესეთ, ასე ვთქვათ, რიტუალად, ტრანსულ რიტუალად გარდაიქცა. ძალიან საინტერესოა ასევე რუმის პოეზიაში, ანუ შამსის ლექსები არის, თვითონ შამსისადმი მიძღვნილი, თუ კი მოგინდებათ, რომ წაიკითხოთ, თუ არ ვცდები, ქართულ ენაზეც კარგად არის ნათარგმნი. კი ბატონო, იმიტომ რომ მე ინგლისურად მაქვს აკითხული, ლამაზი თარგმანია, ის დარწმუნებული ვარ, ქართულად ძალიან ლამაზი თარგმანი იქნება და აიქ დაინახავთ იმას, უკვე პოეტურ განზომილებაში, თუ რას ნიშნავს, როდესაც შენ მარტო აღარ ხარ ამ ქვეყანაზე. და როდესაც შენ მეორე ადამიანი შეგიმეცნებს, გაღიარებს ისედაც როგორიც ხარ და უფლებას გაძლევს, რომ შენც იქით შეიმეცნო, აღიარო და შემდეგ უკვე ერთად დაადგებით, აი რაღაცა განუზომელ, უზარმაზარ, დაუმთავრებელ ზრდის და არ ვიცი, გაფურჩქვნის და ადამიანური ნიჭების, ტალანტების და ზოგადად სამყაროს შემეცნების გზას, რომელიც არასოდეს არ მთავრდება.
და თქვენი მარტოობის ნასახიც აღარ იქნება უკვე. აი ეს არის ესე ვთქვათ სუფთა იმით, რა ქვია, სახით მოყვანილი ის თუ რას ნიშნავს ორი ადამიანის სიღრმით ურთიერთობა ერთმანეთთან. თუმცა ალბათ ამ ამოვსება, ასე ვთქვათ, მარტოობის და იმ სულიერი, ასე ვთქვათ, საზრდოსი, რომელიც ძალიან გვტკივა ხოლმე, იმიტომ რომ რაღაცა ეს სიცარიელეს ვგრძნობთ, მარტო მეორე ადამიანი, მოკლედ რთულია მეორე ადამიანის, მოდი ესე დავაყენებ საკითხს, ძალიან რთულია მეორე ადამიანის პოვნა ამ სამყაროში. აჰა. ეს შენ რა მაგალითიც მოიტანე, აი ესეთი სულიერი რაღაცა კავშირები რო იპოვო იშვიათია და განსაკუთრებული და ყველა მადლიერები უნდა ვიყოთ თუ ვინმეს ყავს გვერდით მსგავსი პიროვნება, ხო, რომელსაც უპირობოდ ესმის შენი, ან შენ გესმის მისი უპირობოდ, მოკლედ მოწმე ყავს, ხო, პრაქტიკულად, კი. ანუ შენი ესე ვთქვათ, სულის მოწმე არის და შენი მარტოობის ამომსებელი არის, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებსაც არ ყავთ. და ძიებაში არიან. პირველი როგორ შეიძლება ჩვენ თვითონ გავხდეთ უკეთესი მოწმეები სხვა ადამიანებისთვის და აი ამით დავაფთვალოთ ეს გადაცემა და მეორე ადამიანი რომელიც ვერ პოულობს მის მეორე ნაწილს, ასე ვთქვათ, მის სულიერ საზრდოს ადამიანის სახით, მან რა შეიძლება გააკეთოს. როგორ ამოივსოს ის მარტოობა, კი რომელიც ბატონო, მას მოდი პირველ აქვს რიგში ეთქუდას. ჩვენ როგორ შეიძლება რომ გავხდეთ სხვისი მოწმეები. ინტუიტურად ძალიან სწორად მიადექი სოფო იმ ნაბიჯს, რაც შეიძლება ადამიანმა გააკეთოს, თუ კი ის გრძნობს, რომ მის სულს მოწმე არ ყავს. და ამის გამო ის საოცარ მარტოებაში იმყოფება. მისი პირველი ნაბიჯი არა მხოლოდ თვითშემეცნების გზა არის, არამედ მისი სოციალური ნაბიჯი არის ის, რომ რას თვითონ ასე ძალიან უნდა რომ მიიღოს, ცადოს და სხვებისთვის გააკეთოს იგივე. ყოველ შემთხვევაში პირველი ნაბიჯი გადადგას. უინტერესო ადამიანი არ არსებობს. მართლა არ არსებობს, აი უამრავი ადამიანი შემხვედრია კაბინეტშიც და კაბინეტს მიღმაც. სხვადასხვა ადამიანი, აბსოლუტურად განსხვავებული ერთმანეთისგან ყველაფრით ფაქტიურად. არც ერთი მათგანი უინტერესო არ ყოფილა. ვიღაცა მეტად მოსაწონე იყო, ვიღაცა ნაკლებად, მაგრამ ინტერესი შეუძლებელი იყო რომ ვინმეს მიმართ არ მქონოდა, იმიტომ რომ აი როდესაც ცოტა ცნობიერების სიღრმეში შეგიშვებს ადამიანი, იმხელა კომპლექსურობას ხედავ შიგნით, აი უზარმაზარი დახლართული ბადეა ურთიერთგადაბმული ბევრი მოვლენის და ამ აზრის, ფიქრის, ბევრი რამის. ამიტომ უინტერესო არ არსებობს და აი კარგი იქნება რომ შევეცადოთ რომ მოდი დღეს გადავწყვეტ მე დილით, აი ესე ჩემ თავში მივიღებ გადაწყვეტილებას, რომ დღეს ავირჩევ ერთ ადამიანს, სავარაუდოდ იმას, ვინც მოვა ჩემთან დასალაპარაკებლად და არა ესე სწრაფ მიმავალად, რომ ასე ვთქვათ, გადავიქროლო და გავუარო და მე სხვა საქმეზე გადავიდე. არამედ მართლა მოусმენ. რაც არ უნდა თქვას, როგორც არ უნდა გაუგრძელდეს სიტყვა, იმიტომ რომ ზოგი ვერბალურად არ არის ისე კარგად ჩამოყალიბებული, რომ მოკლე და სხარტად გითხრას რაღაც, ზოგი ერთსა და იმავეს ხუთჯერ იმეორებენ. ხვდები? გბეზდებას თვალებისაც წაიღო არის. არა, გადავწყვეტ რომ მოდი დღეს ამ ადამიანს უსმენ. აი ეს არის ჩემი გადაწყვეტილება. ექსპერიმენტი. და მართლა შევეცდები რომ გავიგო რას ამბობს. ანუ ის კი არა რომ აი სამი სიტყვიდან მივხვდი ლოგიკურად ეხა როგორ რა იქნებოდა ამის შემდეგ, ეს არა. მართლა გავიგო რას ამბობს, ხმის ტონით, სხეულით, იმ სიტყვებით, რასაც ამბობს და შეიძლება იმის მიღმა კიდე რა შეიძლება იყოს მოთავსებული. აი ამ მიზნით მივალ და დავჯდები ადამიანთან. ამ ექსპერიმენტზე ვინმე თუ წავა, საოცარი გამოცდილება, ასე ვთქვათ, ემუქრება და ელოდება წინ, იმიტომ რომ ბევრ რამეს აღმოაჩენს. ეს იქნება, ასე ვთქვათ, ამისკენ მოუწოდებ, ეს იქნება ძალიან კარგი ექსპერიმენტი და პირველი ნაბიჯი. მეორე იყო ესეთი, რომ რა ვქნათ, თუ კი არის ისეთი ადამიანი, რომელიც თავისი სულის ნახევარს ვერ პოულობს. ანუ თუ კი არის ისეთი რომი, რომელსაც, ასე ვთქვათ, შამსი ვერ უპოვია, ხო, ცხოვრებაში. ეს რატო ხდება, არავინ არ იცის. ანუ ბევრი რამ შეიძლება, აი პირველ თავში რაც შეიძლება მოგივიდეს არის რომ იცი რა, შენ როდესაც მზად ხარ ესეთ ადამიანს შეხვდები. მაგრამ იცი როგორ მომენტია, რომ ვიღაცები შეხვედრიან ადამიანებს ისე რომ საერთოდ მზად არ ყოფილან ამისთვის, მაგრამ ერთად გახდნენ მზად.
ანუ ერთად გზადაგზა ნელა გახდნენ საუკეთესო მართლასრულის მეგობრები და ნელა გააკეთეს ეს კულტივაცია და კი მაგრამ იმათთვის თუ შეიძლებოდა მომზადებელზე ესე აღმოჩენა მე ხარ რამდენიმე მზადე ამას აქ ვარ გადაცილებული და რით ვეღარ მომემზადე ხო ამიტომ მოდი ეს აზრი გადავაგდოთ რა იმიტომ რომ ცოტა დისკრიმინაციულია და არასამართლიანი ხო მოდი ვთქვათ რომ ჩვენ არ ვიცით რატო არ ხვდება ადამიანი თავისი სულის ნაწილს. იქნება ეს რომანტიკული პარტნიორი, იქნება ეს მეგობარი, იქნება ეს პედაგოგი, იქნება ეს არ ვიცი, იმისი შამსის რუმი ან პირიქით, ხო? ვერ ხვდებით რატო ხდება ეს. მაგრამ ადამიანი ორი ფაქტორის გამო და მეორე ფაქტორზე შეიძლება ცოტა გაგეცინოს, იმიტომ რომ შეიძლება არ ელოდები ჩემგან, მაგრამ მოდი მაინც გავბედავ და ვიტყვი, ხო? ორი ფაქტორის გამო ადამიანი არასოდეს არ არის მარტო დედამიწაზე. პირველი ეს არის მისი საკუთარი თავი. რადგან ადამიანს აქვს ცნობიერება და ცნობიერება ნიშნავს იმას, რომ შენ საკუთარ თავს შეიძლება ესაუბრო. საკუთარ თავთან საუბარი არ შეუძლია უმაღლეს პრიმატსაც კი, რომელიც ყველაზე ახლოს დგას ჩვენთან გავითარებით. სხვა ცხოველებზე აღარ ვამბობ უკვე, ხო? ანუ შენ შეგიძლია რომ დიალოგი აწარმოო, ანუ ორი შენი თავი იყო, ერთი რომელიც კითხვას სვავს, მეორე რომელიც პასუხობს. მინდა გითხრათ რომ ადამიანის შიგნით გაცილებით მეტი ხმა არის ვიდრე ორი ხმა. ჩვენ როგორც წესი წარმოვიდგენთ ხოლმე ჩემი თავი ჩემ თავს ელაპარაკება. არა, გაცილებით მეტი ხმა, უბრალოდ ხანდახან უნდა გავჩუმდეთ და გარემო გავაჩუმოთ. იმისთვის რომ ეს ხმები არ დაიკარგოს ამდენ ზუზუნსა და ხმაურში და ღრიანცელში. უნდა დავდუმდეთ რაღაცა დროის განმავლობაში და ჩვენი შინაგანი ხმები დაიწყებს წამოსვლას. ანუ პირველ რიგში შენი შინაგანი ხმების კულტივაცია, მიყურადება სიჩუმეში, აი მართლა არა მეტაფორულად, არამედ პირაპირ მნიშვნელობით სიჩუმეში ჯდომა რაღაცა პერიოდის განმავლობაში და შენი გულისთვის ყურის მიდება. და შენ აღმოაჩენ შენ შიგნით ხმებს, რომელიც არის ძალიან ბევრი. ეს არის შენი სუპერსონალიები, ესენი არიან შენი თავები, სხვადასხვა ასაკის, სხვადასხვა ტიპის, რა ვიცი, სხვადასხვა სურვილით და მოთხოვნით. ეს ერთი. ანუ თვითდიალოგი, ოღონ ღრმა და ცოტა უფრო გაფართოებული თვითდიალოგი, რომელიც შეიძლება ერთი ნაბიჯი დაიწყო და ღრმა და კარგად შეხვიდე. მეორე. ადამიანი არასოდეს არ არის მარტო დედამიწაზე, იმიტომ რომ ჩვენს მიღმა არსებობს სამყარო. ჩვენ არ ვართ სამყაროს გვირგვინი. სამყაროს გვირგვინი არის მოთავსებული იმ შინაარსებში, რომელიც საერთოდ ფიზიკურ სამყაროს არ ეხმიანება, ხვდები? და ამაზე გითხარი, რომ შეიძლება გაგეცინოს თქო, ჩემზე, ისე კი არა, რომ გაგეცინოს იდეაზე. იმიტომ რომ ვინმესთვის, ვინც აღიარებს, რომ არსებობს უმაღლესი ლოგოსი, ხო? არსებობს რაღაცა უმაღლესი გონი, არსებობს ღმერთი, არსებობს რაღაც ღვთიური, არსებობს ტრანსცენდენტალური, არსებობს მისტიკური. თვითონ იმის აღიარება, რომ შენ აი ამ ხელა უზარმაზარი ფენომენის ნაწილი ხარ, შენი მარტოობა ამან უნდა შეარყიოს. იმიტომ რომ ამ ფენომენს თუ კარგად შეისწავლი და ამ ფენომენის შესწავლა შეიძლება მისტიციზმით, შეიძლება არ ვიცი, რელიგიის ისტორიით, შეიძლება თეოლოგიით, შეიძლება უბრალოდ არ ვიცი, რუმის პოეზიითაც შეიძლება, ხვდები? ანუ ბევრნაირი რაღაცით შეიძლება. ანუ ეს არ არის მხოლოდ რაღაცა რელიგიური რიტუალი, რომელიც შეასრულე იბურდღუნე და წამოხვედი იქიდან, ხო? მაგას არ ვამბობ, რიტუალურს არაფერს არ ვამბობ. რა, ცოტა შემეცნება ღრმა შინაარსის ამღაი ზუსტად შენ თუ ესე ღრმა შინაარსი და გახსნილი გულით მიხვედი ამ სამყაროსთან რომელიც ფიზიკურ მიღმა მდებარეობს ის სამყარო შენ აუცილებლად შეგეხმიანება და აუცილებლად გაგრძნობინებს რომ შენ მარტო არ ხარ. უნდა დავასრულოთ ძალიან რთულ თემას მიადექი, იმიტომ რომ ეს ყველაფერი მარტივი არ არის ჩემი გადმოსახედიდან, რომ აი ღრმა შინაარსი ვიპოვოთ პირველ რიგში ჩვენ თავში და მერე აღმოვაჩინოთ ძალა, იმიტომ რომ ამას ძალა უნდა აუცილებლად რომ ჩვენ თავთან დიალოგი გავმართოთ და გქონდეს უნარი იმის, რომ მაგალითად ერთი სოფო ელაპარაკებოდეს მეორე სოფოს ან მესამე სოფოს, იმიტომ რომ შე როგორც თქვი, ანუ ჩვენში ბევრი მიარსებობს, რომლებიც შეიძლება გაბუტულები იყვნენ, შეიძლება თანაარსებობდნენ, შეიძლება არ ვაღიარებდეთ და ასე შემდეგ. სხვა შორის ძალიან საინტერესო იქნება თუ ამაზეც გავაკეთებთ ჩვენ გადაცემას, იმიტომ რომ ხო, ბევრი ვერ ხვდება, რას ნიშნავს, რომ შენში ცხოვრობს ბევრი მე. და როგორ შეიძლება ესე ვთქვათ, მართან კავშირი თუ უკავშირი როგორ მოგცემ თუ ასე შემდეგ, ხო?
მაგრამ მადლობა იმისთვის, რაც ახლა ახსენე, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, რომ ბევრს მიეხმარება ჩვენს მაყურებელს თავის შეცნობაში პირველ რიგში და იმაში, რომ თავის თავს გამოუყოს მეტი დრო, აღმოაჩინოს საკუთარ თავში შინაარსი, რომელიც მერე გადაიქცევა ძალიან საფუძვლიან დიალოგად და რაღაცნაირად გამოვა ამ მარტოობის შეგრძნებიდან, რომელიც კიდევ ერთხელ გავიმეორებ, დღეს არის 21 საუკუნის ყველაზე დიდი პრობლემა და ვირუსი, ვით აქვს ყველას მოდებული და მე ყოველ შემთხვევაში არ მეგულება ადამიანი, რომელსაც გარკვეულწილად რაღაცა ეტაპზე მაინც არ ქონდეს გაცნობიერებული, რომ ის მაინც მარტო არის მიუხედავად იმ დიდი სამყაროსი და აჰა. იმ ზეციური, ესე ვთქვათ, შეგრძნებების, რომელიც ჩვენს გარშემო არსებობს, ხო? არ ვიცი რამდენად სწორად თქვი ბოლო ნაწილი, მაგრამ კი, ვფიქრობ, კი, რომ ხო, ძალიან, ძალიან. კი. დაახლოებით ასე არის. თავარია დიდი მადლობა. დიდი მადლობა შენ, სოფო. და რა ვიცი, მაყურებელს უთხრეთ, რომ ძალიან მალე დაუბრუნდებით კიდევ ახალი და საინტერესო და რაც თავარი აქტუალური შინაარსით. და ყოველთვის საუბრობთ ჩვენ იმ შინაარსებზე, რომელიც დღეს და ამ წამს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანისთვის. კი, ბატონო.